პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია ნაცმოძრაობის რეჟიმის მიერ ადამიანის უფლებების შელახვის საქმეებს სწავლობს. კომისიის წევრებმა განიხილეს გურამ შარაძის სიცოცხლის უფლების დარღვევის ფაქტი. ბიზნეს საქმიანობა დავიწყე. ჩემ მეგობართან ერთად ელდარ მილდიანი ესეთი პიროვნება, რომელიც არის დამფუძნებელი შპს წინადლის ძველი მარნის საკმაოდ წარმატებული ღვინის ქარხანაა და ერთად მოღვაწეობდით სოფლის მეურნეობის დარგში რო იტყვიან. ესე იგი 2009 წლის სექტემბერში საწარმოში მოვიდა პიროვნება ვინმე პაატა გოგიაშვილი, რომელმაც გითხრა რომ კოდუებს, არა კოდუას, არამედ კოდუებს დაასახელა ერეკლე და დათო ჩვენთან უნდათ გასაუბრება. ერეკლე კოდუა როგორც ვიცი მე იყო თანამდებობრივად ვანო მერაბიშვილის მოადგილე და მეორე ეგრეთ წოდებული ბიზნესმენი ოღონ თუ რომ აქვს მოკონიებული ყველაფერი წართმევით და წარებით. ჩამოგვიყვანეს მეორე დღეს, შევხვდით ლეჩ კომბინატში, შევედით, შეგვიყვანეს მაკოდუას კაბინეტში. შესავალი იყო ესეთი და რომ თქვენ ხო გვიცნობთ ჩვენ ვინა ვართ. დღეს იმ მეორე ძმა ერეკლე კოდუამ ვერ შეძლო მოსვლა სამსახურებრივი სიტუაციიდან გამომდინარე და ჩვენ ეს დათო კოდუა გველაპარაკებოდა რომ წინანდალში ჩვენ ქონდა საკმაოდ პრესტიჟულ ადგილზე 3 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი. 2007 წელს იქნა აუქციონზე შეძენილი ეს აღნიშნული მიწის ნაკვეთი. ეს აღნიშნული მიწის ნაკვეთი დღეს წარმოადგენს რედისონის წინა ეზოს. აი ამ რედისონსა და ამ ნაკვეთს ისა ტყეს შორის მუხიანის ტყე არის სოფლის თავში. ამ ტყესა და რედისონს შორის იყო ჩვენი 3 ჰექტარი მიწის ფართობი. და ეს ფართობი უნდა გადაგვეფორმებინა მათზე, რომ დავალება იყო ესეთი. ჩვენ უარი განუცხადეთ, რა თქმა უნდა, რომ არავისი ვალი არაფერი არ გაგვაჩნდა და რაში უნდა დამეთმო ეს ნაკვეთი. ამათაც თქვეს, რომ ჩვენ ფულს გადავიხდით და ფული თუ გაინტერესებთ, რამდენი იყო, შემოგთავაზეს 15000 ლარი. რაზედაც ჩემმა პარტნიორმა უარი განუცხადა და უთხრა, რომ ჩვენ ფულს არ ავიღებთ, გამორიცხულია ფული არ გვინდა ჩვენ. უკვე დაჟინებული ის რომ მიდიოდა რომ ვინც წინ დაგვიდგება კისრებს დავამტრევთ. ეს ის პერიოდია, როცა მაგათ ცაკუდათ არ მიაჩნია და დედამიწა ქალამნათ. რასაც უნდა იმას რო აკეთებდნენ ის პერიოდია. ეს ვისი პირიდან ამოსული? დათო კოდუას პირიდან ამოვიდა პირადად მე მითხრა შენ ხო იცი ჩვენ ვინც წინ დაგვიდგება ყველას კისრებს დავამტრევთ. ბიზნესმენი გეუბნებათ ამას თავისი ძმის ზურგით? კი. დიახ. ჩვენ ვთქვათ რომ ჩვენ თანხა არ გვინდა და იქნებ სანაცვლო მიწის ნაკვეთი რაღაცა მოგცეთ. იქვე იყო ყოფილი ზაოდები თუ რაღაც ეძახდნენ, ცოტა პატარა ფართი იყო, მაგრამ იქვე იყო გვერდით და უთხარით რომ აი ეს ნაკვეთი მაინც მოგვიცვალეთ, იმ ნაკვეთს დაგითმობ და მოცვლა გავაკეთოთ. ჩამოგვიყვანეს ისევ ლეჩ კომბინატში, გითხრეს რომ ის თქვენი დასახელებული ნაკვეთი პრეზიდენტსა სჭირდება, სააკაშვილის გვარი ახსენა ჩვეულებრივ, პრეზიდენტსა სჭირდება ის ნაკვეთი არ გამოვა, თქვენ ხვალ ეს ნაკვეთი უნდა გადააფორმოთ ჩვენზე. თუ არა და ცუდად წავა ეს საქმეები. დათო კოდუა აწარმოებდა ჩვენთან მოლაპარაკებებს. მე ჩავთვალე რომ იმის სახელითაც ის ლაპარაკობდა, ის არ მოსულა. რომელ პირში საუბრობდა ის ჩვენ ასე გესწრებით? ჩვენ კი მრავლობით რიცხვში, კოდუები მრავლობით რიცხვში. ახსენა ძმაც, ნოტარიუსში აღვიყვანეს თელავში და გადავაფორმეთ აღნიშნული მიწის ფართობი. და სიმბოლურად გავაკეთეთ ვალის აღიარების ხელშეკრულება 50000 არ მახსოვს ლარი იყო თუ დოლარი რა ჩაწერეს. ეს მოხდა 2009 წლის 21 სექტემბერს. პირადად მათ გადაუფორმეთ? კი, მაგათ დაგვათმობინეს. ეს ვალი მერე გადაიხადეს? არაფერი არავის არ გადაუხდია. ეს მოხდა 2009 წლის 21 სექტემბერს. გასაგებია. 2009 წლის 23 სექტემბერს ეს მიწა პაატა გოგიაშვილმა გადააფორმა ქალბატონი ლიამ დივანი. არ ვიცი მე ეს ქალბატონი ვინ არის, როგორც იმ ქალბატონმა არ იცის ის ნაკვეთი სადამ მდებარეობს საერთოდ. 2014 წელში ეს ნაკვეთი გაიყიდა $600,000. აქ მაქვს ჩამოტანილი დოკუმენტაცია. მე სათხოვრითა ვარ მოსული თქვენთან. იქნებ ქალბატონთია მოგვეხმაროთ და აღნიშნული ეს დოკუმენტაცია ჩამოტანილი მაქვს ყველაფერი. პროკურატურას გადავცეთ რომ შესწავლა დაიწყოს, იმიტომ რომ ცუდი არაფერი არ მოგვიხდეს სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. მივედი 12 საათისთვის თელავის კახეთის კუთში, თელავში. ჩემს გარდა 7-8 ადამიანი იყო იქ მოსულები. აგვიყვანეს მეორე სართულზე, ტელეფონები დაგვატოვებინეს, აგვიყვანეს მეორე სართულზე დათო ლორდქიფანის კაბინეტში, სკამები ელაგამ დივანი იდგა იქ დაგსხეს. და პიროვნებამ დაიწყო არავით არის გამარჯობა, არავით არის სალამი, ან თხოვნა ანის, ვინც 2 საათში $10,000 არ მოიტანს, დედას ამას უზავთ, მე იმის ოჯახს ესე უზავთ, მუშაობის საშუალებას არ მივცემთ, გავაცამტვერებთ, ყველას უნდა მიგვეტანა 2 საათში $10,000,
რომელიც ვითომ ეგრეთ წოდებული აფხაზეთის რადიოსთვის უნდათ. ეს თქვა დათო ლორთქიფანიძემ. მე ამ დათო ლორთქიფანიძეს უთხარი, რომ მე დღეს $10,000 ვერ მოვიტან. შევედი პირველ სართულზე, შემიყვანა იქ დაცვადგა. შემიყვანა მაგის კაბინეტში. ამოვიღე ფული, დავდე $2,000, ამან გამოწია, ჩააგდო უჯრაში, ჩახედა. ეს რა არისო და მე ვთხარი $2,000, მე მაღლა იმასაც უთხარი მეთქი დათოს, რომ მე ვერ მოვიტან დღეს სრულ თახას. შენ რა მახსრად გვიგდებო? არა მე ვთხარი კაცო, ხვალ ჩემი მეგობარი ჩამოვა და რაცაც სხვა საწარმო გადაიხდის, იმას გადავიხდით ჩვენ. ეს ის პერიოდია, რომ თელავში უკვე 1-5-6 პიროვნება დაკავებული ყავ იმენა კუდს. აი კუდი იჭერდა ხალხს და კუდი იმას აშვრებოდა ყველაფერს.